მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ვაგრძელებ ვიდეოების ჩაწერას ქართულ სამზარეულოზე. დღეს მინდა შემოვთავაზოთ ჩანახის რეცეპტი. ამისათვის საჭიროა, ესე იგი 300 გრამი ხორცი, საქონლის ხორცი, მე მიყვარს ცხიმის გარეშე. აგრეთვე ბულგარულები უკვე ნახეთ გარჩეული, გამოსუფთავებული და გამზადებული. ეს ტაფილო არ გეგონოთ, ეს არის ბატატი გახეხილი სახეხზე. ესე იგი გვექნება 2 ცალი მწვანე ბულგარული და 3 წითელი ბულგარული. ცალ-ცალკე აღებული ორივე სხვადასხვა არომატი აქვს. შემდეგ კვერცხის გული, რომ შეკრას ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ხორცი, შიგთავსი და მწვანილი. ეხლა მე ვიცი ზოგიერთი შეამჩნევს რომ აქ არის ღეროები, ეს მაინც უნდა დავაბლენდერო ჩემო მეგობრებო, ასე რომ ამას ყურადღება არ მიაქციოთ. შემდეგ ცალკე მაქვს დასაბლენდერებელი, ესე იგი ხახვი, ნიორი, ასევე მწვანე ბულგარული და ცოტა წითელი ბულგარულები. ესე იგი დავაჩოფერე, ეს ინგრედიენტი ხახვი, ნახევარი თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 ცალი პატარა ზომის ბულგარული მწვანე და 1 წითელი ბულგარული. ესეც შიგთავსისთვის, რომ შევურიოთ ხორცის ფარშს. შემდეგ გადავინაცვლოთ იქითკენ. რაც შეეხება ახლა ამ მასალას, კვერცხის გულს შევურევთ ფარშს, რომ არ დაიშალოს და შემდეგ შევურევთ ამ ბატატსაც შევურევთ ფარშს და შევურევთ კიდევ იმ დაჩოფერებულ მასალას. ამ დაჩოფერებულ ინგრედიენტებს ხახვი, ნიორი, ბულგარულები და მწვანილი. მწვანილად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, ნიახურიც უხდება, გემოვნებით მარილი. ამას ვამატებთ ჩვენ ინგრედიენტებს, ესე იგი ვაგრძელებთ ხმელის სუნელი, ხმელი ქინძი და გემოვნებით მარილი. ამას ახლა ხელით ამოვურევ და შემდეგ დაგებრუნდებით ისევ. ავურიე ფარშს ეს ინგრედიენტები, რაც გაჩვენეთ ყველაფერი და შემდეგ ეს ყველაფერი, ეს ფარში თავის ინგრედიენტებიანად უნდა მოვათავსოთ, უნდა შევინახოთ ამებში, ნახეთ? ამ უკვე გარჩეულ გასუფთავებულ ბულგარულებში. შესაბამისად ამ კერძს ქვია ჩანახი. ეს წინასწარ გექნებათ უკვე გამზადებული ბულგარულები, წითელი და მწვანე ბულგარული და ვაგრძელებთ საქმეს, ახლა უნდა ჩავდო ეს ფარში ამ უკვე გასუფთავებულ ბულგარულებში. ვაგრძელებ გუშინდელ ვიდეოს, ესე იგი ვიღებ ასეთ გვაქვს. ზუსტად ეს ის ზომა, რომელიც მე მჭირდება, რომ ბულგარულები მთლიანად ჩაეტიოს. ვიღებ ერთ სუფრის კოვს ტომატს, რომელსაც ვხსნი მცირე ადუღებულ წყალში. გავხსენი ტომატი მცირე ადუღებულ წყალში. რატომ ასე ცოტა წყალში? იმიტომ რომ ცოტა წყალში უფრო კარგად იხსნება ტომატი, ვიდრე მთლიანად დიდ ქვაბში. მოგესმით? წინადღისით, ესე იგი გაყინული პროდუქტი, ასე გამოიყურება, მე მგონი ხედავთ, რომ გადასარევად გამოიყურება ყველაფერი და ახლა ამას მოვათავსებ იმ ქვაბში, სადაც უნდა დამზადდეს ჩანახის კერძი. ესე გამოიყურება, ჯერჯერობით ჩავაწვე, ჩავაწვე, 2 გუფთა დამრჩა, იმიტომ რომ ბულგარულები არ მეყო. 2 გუფთა მათვის, ვისაც არ უნდა დაუშვათ ბულგარულებში ჩაწყობილი. ახლა ამას მე დავასხავ მარილ წყალს და დავუმატებ დაფნის ფოთლებს. დავასხი ადუღებული წყალი, მარილ წყალი
ეხლა ამას უნდა დავუმატოთ ჩვენ. აი ეს ერთი სუფრის კოვზი, ტომატი მცირე წყალში გახსნილი და დაფნის ფოთოლი. დაფნის ფოთოლი ნიკორას მაღაზიაში იყიდება აი ასეთი ძალიან დაქუცმაცებული და დამტვრეული. და ამიტომ მე მოვიფიქრე ასეთი რაღაცა eBay-ის საიტიდან გამოვიწერე პატარა ესეთი პაკეტი, სპეციალური სამზარეულოს პაკეტი, ეს ტომატის ჯამია. რაღაც სამზარეულოს ესეთი პატარა პარკია და იმაში ვყრი ხოლმე ამ დაფნებს, როცა დაფშვნილია, რომ დაუშვათ მერე სადილის დროს უხეშად არ მოხდეს. აი ნახეთ, ეს პაკეტი, სამზარეულოს პაკეტი აი ასეთია. აი აქ სანთლით რო ეძებოთ ვერ ნახავთ. შიგნით ყრია დაფნა. ეხლა ამას მე ჩავუშვებ სადილში, სულ ახალი პარკია. ჩავუშვებ აი ესეთნაირად და ეს გამოუშვებს თავის არომატს და გააგემრიელებს ამ სადილს. არა მარტო გააგემრიელებს, ხორციანი კერძისთვის აუცილებელია დაფნა. ესეთი ნათქვამია, რომ დაფნის ფოთოლი აკეთილშობილებს საერთოდ აი ყველაფერს, თუნდაც რომ დააწვათ, როგორც საკმეველი ისე მოქმედებს, აგრეთვე ხორციან კერძშიც რაღაცნაირად ხორცს აკეთილშობილებს, ესე ამბობენ, ესე გამიგია ყოველ შემთხვევაში და მეც გიზიარებთ ამ ცოდნას. მოკლედ, აი ესე გამოიყურება ჩვენი ჩანახი, სანამ მოიხარშება. ამას თავსახურს დავაფარებ, ბოლომდე არა, იმიტომ რომ შეიძლება დუღილში გადმოვიდეს ეს, ამიტომ ესეც გაითვალისწინეთ. თუმცა მე მაქვს ისეთი ქვაბი, რომელსაც აქვს ესეთი დაჩხლეტილი, ნახეთ, უნდა გაჩვენოთ. აი ძალიან საინტერესო ქვაბია, ესპანური, ვინც დაინტერესდებით, გეტყვით, სადაც შევიძინე ეს ჭურჭელი. აი აქ არის ესეთი დაცხრილული, შეგიძლიათ ისე გადმოაქციოთ, გადმოასხათ წყალი ამ ქვაბიდან, რომ ახდა არ დაგჭირდეთ, აგრეთვე ორთქლიც თავისუფლად გამოვა. მოკლედ და კონკრეტულად დგას ჩვენი ჩანახი, ჯერ არ გაკეთებული ჩანახი, მოიხარშოს კარგად და დაგებრუნდებით ცოტა ხანში. ხოლო რაც შეეხება ცეცხლს, ახლა რამხელა ცეცხლი უნდა მივცეთ. ამასაც ვარაუდით ალბათ სადღაც საშუალო ცეცხლი უნდა მივცეთ. ნახეთ ახლა რა ხდება ხარშვის დროს, სადღაც ესე 15-20 წუთში, როცა დაიწყებს დუღილს, თავზე მოადგება აი ესეთი ქაფი, რაც აუცილებლად უნდა მოხადოთ აი ასეთი ინსტრუმენტით, სამზარეულოს აი ესეთი ხელსაწყოთი. ეს არის ქაფქირი. მოკლედ აი ესე ნახეთ, აი ამას ცოტა დაწევთ და აი ესეთნაირად უნდა მოხადოთ. ჩემი ვიდეოები არის განკუთვნილი ასე ვთქვათ, დამწყები დიასახლისებისთვის, არ არის აუცილებელი იყოს ქალი, შეიძლება იყოს მამაკაციც, რომელიც პირველად აკეთებდეს ასეთ რამეს. ჩვენს არხზე შეხვდებით ძალიან მარტივ კერძებს, როგორიცაა, თქვენ წარმოიდგინეთ ერბო კვერცხის გაკეთება. ბევრმა არ იცის. იქ არის ისეთი ნიუანსი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ. აი ნახეთ, ქაფი. ამ ქაფის მოხდა ახლა რატომ არის საჭირო? ქაფს რომ მოხდით, წვენი იქნება უფრო კამკამა, ხო გესმით? ხოლო თუ ჩატოვებთ, აი ცოტა ხანში ახლა მე ეს რო დავტოვო, ხო ეს ქაფი ჩაიბრუნებს და მოიხარშება ამასთან ერთად, ამ პროდუქტთან ერთად. და წვენიც გამოვა როგორ იცით, ამღვრეული. არ გვინდა ხო ამღვრეული წვენი, ჩვენ გვინდა რომ იყოს კამკამა, წკრიალა და სუფთა. ამიტომ აი ესეთი რაღაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ. იყავით ყურადღებით, ამოდუხდება თუ არა გაიკეთებს აი ასეთ ქაფს თავზე. რაც უნდა მოვაშოროთ აუცილებლად. ყოველ შემთხვევაში ჩემი რეკომენდაცია არის ასეთი. აი ნახეთ, ესე გავაკრიალე. უკვე შეიმჩნევა, რომ წვენი ასე თუ ისე გაკრიალდა და მაქსიმალურად ამოვიღე ქაფი. ეს ის პაკეტია დაფნის, მალე ამოვიღებ ამასაც. ხოლო რაც შეეხება ქაფს,
რომელიც რამდენიმე წუთში ჩაბრუნდებოდა სავარაუდოდ და მოიხარშებოდა აი ამ ბულგარულებთან ერთად. ის გამოიყურება ასე. ეს არის კაფი. პრინციპში რა არის კაფი? რისგან შედგება? კაფი წარმოიქმნება აი ხორცისგან, ასე ვთქვათ, ხორცი ხო არის სისხლი ხო? აი სისხლი რო იხარშება, ის გამოდის მერე ცალკე და გადაიქცევა ხარშვის დროს კაფად. ამიტომ არის სასურველი რომ მოიხადოს ეს კაფი. უფრო გაიწმინდოს ეს ჩვენი კერძი. ხო, ისევ მოვუმატე ცეცხლს, ანუ ნახეთ, კაფის მოხდის დროს ცეცხლს ცოტა დავუკელი, რომ მომესწრო კაფის მოხდა. ეხლა კაფი შეიძლება კიდევ მოიგდოს თავზე. ოღონდ ყურადღებით ვიქნები. ასე წამოვიდა დუღილისკენ, მე მგონი კიდევ მოდის კაფი. ნუ დავაკვირდები. დუღილი რომ განახლდა, კაფი ისევ მოიგდო თავზე და უნდა მოვხადო. ეს უკვე მეორედ. ნუ ეხლა მცირე, მაგრამ მაინც იყო. ჩვენი ჩანახი იხარშება და თითქმის უკვე დასასრულს უახლოვდება და აი ეს უნდა ამოვიღო. აი ეს დაფნის პაკეტი აუცილებლად უნდა ამოვიღო. ეს ხორცი არის მაქსიმალურად ქონის გარეშე. ანუ ქოლესტერინის ვარიდებ თავს და საერთოდ ასთმების არ არის კარგი. და ამას მე დავუმატებ ბოლოს ზეითუნის ზეთს. ცოტას ერთ სუფრის კოვს. სანამ ზეითუნის ზეთს დავუმატებდე, მოდით მოვახდინოთ დეგუსტაცია. რა გავაკეთებ, ხო? საინტერესოა, როგორ არის მოხარშული, მისი გემო, მისი სანელებლები როგორ მუშაობენ. ერთი ცალია მოვიღე და ვნახოთ, აბა შევაფასოთ ერთი რა გამოვიდა, როგორ არის შევსებული. რაც შეეხება აი ამ წვეროს, ხო? ბულგარულის ბოლოში ვერ ჩავიდა ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან წვრილი იყო, ვერ ჩავდენე ბოლომდე. ხო, ეხლა გავსინჯოთ გემო. თუ როგორ მუშაობს სანელებლები და მთლიანად აი ეს გემოები ჩვენს რეცეპტორებზე. ძალიან კარგია, ძალიან გემრიელია. ეხლა მე ამას გავამზადებ, აი როგორც უნდა მიართვათ სტუმარს საბოლოო სახე. აი ჩემო მეგობრებო, ჩვენი ჩანახი ასე გამოიყურება, არის ძალიან გემრიელი. სულ ბოლოს დავამატე ერთი ჩაის კოვზი, აი ამ თეფსზე, ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და მოვეყარე მწვანე ლი. თქვენს გააკეთეთ და ისიამოვნეთ ჩანახის მრავალფეროვანი, მრავალმხრივი გემოებით. მომავალ შეხვედრამდე.